არჩეული წევრი ბიუროკრატიას მიეკუთვნებოდა. აბსტრაქტული სამყარო წყლის ქვეშ და უბრალოდ Deep River ეს არის სახელწოდება ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის გამოფენის, რომელიც გაიხსნება ისტორიის მუზეუმში. ექსპოზიცია სპეციალურად თბილისისთვის შექმნილი ნამუშევრებით არის დაკომპლექტებული, თუმცა აქ დამთვალიერებელი სხვა ნამუშევრებსაც ნახავს. კონკრეტულად რა დაგხვდებათ ისტორიის მუზეუმში, ამას გვანცა გიორგაძე გიამბობთ. აბსტრაქტული სამყარო წყლის სიღრმეში ან უბრალოდ Deep River. ეს ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის გამოფენაა, რომელსაც თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს. აკვარელსა და ტუშში შესრულებული 50-მდე ტილოხას წყლის მუდმივად მოძრავ თვისებას უსვამს. მხატვრის შთაბეჭდილებები და მეხსიერებაში ჩარჩენილი ხელვები წყლის სიღრმეში სიცოცხლიდან მარადისობაში და პირიქით მოგზაურობად ქცეულა. ძირითადად შავთეთრი პალიტრაკი წყლის ერთდროულად როგორც საშის, ასევე საჭირო ბუნებაზე მიუთითებს. ჩემს ნამუშევრებში წყალი ფერებისა და პიგმენტების თამაშის საშუალებით ორმაგ დატვირთვას იძენს. იგი წარმოადგენს როგორც ცნობიერს, ისე არაცნობიერს და ასევე სიკვდილისა და სიცოცხლის სიმბოლოთაა. ფიქრობ, მსგავსი თემატიკით წყალი ჩემს შემოქმედებაში შემდეგ ექსპოზიციაშიც განმეორდება. თანამედროვე ფრანგული არტის წარმომადგენელი გრაფიკოსი ნიკოლა შნაიდერი წყლის თემაზე უკვე 20 წელია მუშაობს და ფერწერულ ტილოებშიც გრაფიკისთვის დამახასიათებელ თავშეკავებულ ტონალობებს იყენებს. როგორც ამბობს, ძველი ნამუშევრებისგან განსხვავებით სპეციალურად თბილისისთვის შექმნილ ფიგურებში წყალი ფორმებსა და მასშტაბებს მკვეთრად იცვლის და ძირითადად ჭავლის idეის ირგვლივ ტრიალებს. ყველგან თითოეულ ამ აბსტრაქტულ კომპოზიციაში არის რაღაც ფიგურა. აუცილებლად ეს ამ შავი ლაქიდან სადღაც გადიხარ სიღრმეში და აუცილებლად რაღაცა ჩავს. ესეთი დამოკიდებულება. მხატვარი საქართველოში თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი ახალი პროექტის შექმნასაც აპირებს, რომელშიც მონაწილეობას როგორც ფრანგი, ასევე ქართველი ხელოვანები მიიღებენ. მანამდე კი ნიკოლა შნაიდერის გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი 16-დან 30 მარტამდე უმასპინძლებს.